ეს ბიჭი არის ჩემი აზრით კლასიკი ხარ. ოთარ შენ ხარ კლასიკი. მაგაზე რაც შეეხება ჯერჯერობით men's physique ვჩები რა. იმიტომ რომ ჩემ უზარმაზარ დელტებს როგორც შემატრენერმა მითხრა, ფეხები დავაწიო ცოტა დიდი შრომა ჭირდება რა. და აჯობებსო ჯერ ფეხების ჩავშვა რა თქმა უნდა. ჩორ სპლიტში. მაგრამ men's physique-ა დავჩე რა. და ზედატანის განვითარებაც გავაგზელო. უფრო მომგებიანი იქნება ჩემთვის და თან men's physique-ობა მაგრად მევასება ამ ბოლო დროს ძალიან დამევასა რა. ადრე ვიზახდი რომ მეთქი რა men's physique კაი რა თქო რა. მაგრამ ეხა მაგარი მუღამი დაუჭირე რა. დაუჭერდა ბაშა 4 მედალი წამოიღო და მოკლედ კერდის გამანადგურებელი ვარჯიშები გავაკეთეთ. ვარჯიშები ები კერდი გავაკეთეთ, გავწურეთ, კარგად დავკომპეთ. რა თქმა უნდა, კაცში არ გვიყო უბრალოდ. ანუ ნახეთ, თავარი პრინციპი რა არის საზოგადო ვარჯიში, როცა ნატურალურად ვარჯიშობ. არ უნდა დატვირთო ისე ორგანიზმი და კუნთები, რომ მე ვეღარ აღდგეს რა. ჩვენ კი არ გვეზარდები. ხო, ანუ ჩვენ დაზარების ამბავი არ არის ეგ რა. არც მეხსიერება არ გვენანება კამერის. კაი, მოკლედ ესე არის რა. მოკლედ ჩემი ინიციატივი და street workout-ის ნოსტალგიიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ რომ ზურგზე გავაკეთოთ ტურნიკი. რაც სავსებით საკმარისია ზურგისთვის ჩემი აზრით. გავაკეთოთ. მე პრობლემა არ მაქვს. ხო და ტურნიკის მერე კიდე რაღაცას მოვიფიქრებთ რა, რაღაცა იქნება ნელა-ნელა. კარგი, ჯეფსზე პირველად მოდი ჩემს გამოცდილებას ვიტყვი ორი სიტყვით. ძალიან საინტერესო სასიამოვნო გამოცდილება იყო, ალბათ სცენაზე პირველი დადგომა შენს გემახსოვრება ისე ემოციურად. კი. სასწაული იყო, მე-5-ზე გავედი ბოლოდან. ეგრევე გამაგდეს. მაშინ რამდენი წლის იყავი? 12-ის. ძალიან დამჩაგრეს. ხო და შედეგს რაც შეეხება სიმართლე გითხრათ, თვითონ უკმაყოფილო არა ვარ იმით რაც მე გავაკეთე და სცენაზე რაც გავიტანე, მაგრამ გონია რომ ცოტა მეტი შემეძლო. მაგრამ ფიქრები ყველას ხო, გვაქვს. ხო. ადგილს რაც შეეხება სავსებით სამართლიანად მიმაჩნია, სადაც გავედი და დებიუტისთვის მეორე ადგილი, მით უმეტეს იმის კვალობაზე რომ კონკურენცია მართლა იყო ჩემ კატეგორიაში, ცუდი საერთოდ არა. და დაჟე პირველზე რომ გავსულიყავი, აი ხა როგორ იქნებოდი, იცი? აი რაღაც ფეხი-ფეხზე გადავედედი, მეთქი მე ჩემი გავაკეთე მეთქი და ვსოვეს. ორჩა რა, ამოწევ, მაგრამ აი მეორეზე როცა გადიხარ თან, როცა გადიხარ ისე რომ თან ახლოს ხარ პირველთან, აი რაღაცნაირად გრჩება რა და აი ხა მაქვს мотиваცია რომ კიდე მოვიმზადო რა იქით სეზონისთვის და ვნახოთ რა იქნება. ოი, გრიპი აღარ მიშოშმეს. ეხა ეს კაცი იწევა 1 + 1 20 კილოთი იწევა მაინც რო იცოდე. 20 კილოიანი შტანგა მაქვს გადაყლაპული. უბრალოდ საზამთრო არის რა, ამოსული რა. ჩვენი შემდეგი გაჩერება. ოდესმე იქნება აუცილებლად. ზოგადად street workout-ს ძალიან უმადლი ბევრ რაღაცას რა. სცენაზე ხარ რომ გავედი რეალურად ისე ტრაბახით გავსაუბრობ, მაგრამ უკანა პოზებში ალბათ ზურგის ხარზე, ანუ კარგად ვიყავი რა, იმიტომ რომ street workout-ზე, რავი, დაკლული მაქვს თავი 3 წელი. ეხლა ჩემ 12 აწევაში არ ჩანს ეს რეალურად რა. მე მაინც მაჯობი. ორჯერ მეტი კი გააკეთე. შენ ეხლა დიდი წონები გაქვს უკვე მოკიდებული და. არა, ეს ბიჭი სხვა ლიგაში არის უკვე. ლა ლიგაში. ლა ლიგაში. მოვინდო მე ნამეტარი. მოკლედ მეგობრებო, ზურგი გავწურეთ, გავანადგურეთ. აი ნახეთ. მოიცა? აი, ხედავთ? აი ამაშია საქმე. ვეღარ ვეტევი უკვე რა. კერდიც გავწურეთ. კი. მოიცა? ნუ პრინციპში ეხა ორი ნატურალი დგას. რა თქმა უნდა. ამ წუთას მე ანაბდულად ესე არის. მოკლედ ბატონო,
ზურგი გავწვევთ. ზურგი გაიწურა, შემდეგი ვარჯიში რა გვაქვს? კერდი გავწვევთ, ეხლა დავიწყოთ დელტები რა. დელტები გავწუროთ ესე. დელტები დავიწყოთ, კაბელებში გავაკეთოთ. ხო. წინა, შუა და წინა შუა რა. უკანა იგავაკეთეთ, იმიტომ რომ კაბელებში უკანა არ მევასება. რასაც ყველაფერს მოპოვე. დავაი, კარგი. დაიცა. და მეორე ხელი ახლა მალე მორჩენაზე არის ახლა ლიჯბი გავარდეს ვჭამოთ. არა გიგი დაფიქრდი მაინც დარღვევაზე და უნდა იფიქრო ჩემი. დუმილის უფლებას იყენებს გიგი. გიგი. ფეხი გააფლექსავ დავაი. წავიდა. ის ეს ბიჭი სხვა ლიგაში არის მე. გეუბნებით. მე ფეხი აი ხელი მე просто საჭკავს აი ჩვენ აქ ორი სუფთაკაცი ნატურალი ქათმის ფილე ბრინჯი. კიდე მაკარონი. ისინი როგორ აკეთებ? ნესბიკის როგორ აკეთებ? მოურიო ქვავს ხელი აკადემიკი. აცა ხელი მაკარონი. ეხლა უყურე ნინძა ეგრევე ეს როგორ არის? და გაიგო, ხო? უნდა გაიკრიჭო ასე აი ზურგი წეგარო განახი მე ფიზიკი ვარ დღეიდან. აი და მოურიეთ აი გააკეთე ხა ნუ საჭყავ გააკეთე აიო მიდი ვარჯიში კუნთის მასას დაკარგო მიდი წინა დელტა ესე? ხო როგორც გასწავლე მიდი ცოტა თვალის ზონიმამდე აიტანე აი ეგრე თუ გინდა გვერდულად დაიჭირე კარგი ხარ აი ეგრე აი ეს კარგია მიდი დაიმახსოვრეთ მეგობრებო ეს კადრები ეხა გვიღებს ჩვენ ვიდეოს მომავალი ოლიმპია როიცოდეთ. მართალია აგვისტოში მედალიც გვექნება და მე ვიბლატავებთ მედლით მეც და გიგოთ სალკე მო სამი არ არის? სამი არ არის თუ მე სამი შენ დაგიტოვოთ სამ ხო სამ არ ეგეთი ბაზარი არ ვიცი მე სამი მედალი მოდის რა სამი მედალი მოდის ეს გიტოვებთ ორი მიგვაქვს და მე მივდივართ ყველა პიცერიაში. აბა არა მე მივდივართ ხო ჩემ ვიდეოებში დავამუღავ ვაი ჰა ბიჭო დავიღალე უკვე მე ხა ჩავალ დონატს ვიყიდი რა ავივსებ კალორიებს და მოვალ
კაია. კარგად იჭიმება. ხედავ როგორ იწურება კუნთი. ხედავ როგორ ზიანდება ქსოვილები. არა, მოიცამ science based ლიფტერები ისე. 2025 წელია. ხალხს კიდე ჯერა რომ კუნთი იშლება და აღდგება? TikTok-ზე როანია science based ლიფტერები. 2025 წელია და ხალხს კიდე ჯერა რომ კუნთი იშლება და აღდგება. გიგი, თქვენი აზრით რა პოტენციალი მაქვს მე ბოდიბილდინგში? მე ჭამას თუ არ მოვუკლი ესე. ის რა ქვია? არა მართლა ამ მომენტს ვნახულობთ ჩემო ბატონო და ამ მომენტს ვნახულობთ ჩემო ტრენერო მოგზალებულად ეს უბრალოდ ხუმრობით წერთ ასეთ იმას რა თორე აი გეგისთან ცოტას ძალიან ცოტას მაგრამ აი ხა ჩვენ მართლა ჭამაზე კონცენტრირებული რაღაცა ესე კი არა ჩვენ კაჩავთ ვარჯიშობთ ხო უბრალოდ მე ცოტა დავაჯილდოვებ ჩვენ თავს მინიმალური ხემსით მინიმალური ძალიან მინიმალური ხემსით აი ყველაფერი კარგად იქნება. მხარი გაიწურა მეგობრებო. მხარი დაიპამპა. ჰა? მხარი დაიპამპა. აჯო. თან ძალიან. გავწურეთ უკვე რა. ნიანო? მოკლედ ახლა გავაკეთებთ ბიცეპს. ან ყველა გავაოპერატორე ძმა ხო? ფეხის ბიცეპს მართალია. რა ხდება? სად გავაკეთოთ? დაიცა. ფეხებს დაშეულია ძალიან კარგი რა? ენერგიის თუ დარღვევა, დიახ. თუ დარღვევა არის, ფეხის დღეზე უნდა დაარღვიო რა. მაგრამ ნახე, ჩვენ გავთვალეთ და მთლიან ტანს ვაკეთებთ. ანუ ჩვენ მინიმალური დარღვევა კი არა, დიდი დარღვევა მეკუთვნის. გავაკეთოთ ფეხიც. მაგარი მტკივა. всё. მოკლედ, მოვაკითხეთ ნაპოლის პიცერიას მარიჯანის 10 ნომერში. ეს ჩემთვის ძალიან ნოსტალგიური ადგილია, სხვა შორს, იმიტომ რომ წელიწადზე მეტი მუშაობდი აქ. მოკლედ, ვარჯიში გავწურეთ, მე და ოთარავ. მაქსიმალურად გავიწურე და ეხლა კვებაშიც უნდა გავიწურო ჩემი დამსახურებულად. ოთარა ძალიან მოშეებულია თან. მაგარი კუში. მაგარი დამშეულები. მოკლედ, ეხლა გადავინაცვლოთ ნენანელა კვებისკენ. შიდა სამზარეულოს ცოტა შეგახედებთ და დავიწყოთ თავარი საქმე. ჩემი აზრით. აი ესე. სადა ვართ, აქა ვართ, შევედით. მოკლედ ბატონოთა ჯერ მეც არ ვიცი აქ რა ხდება ერთ ვიცი ბოლონეზე ლაზანია და ფოკაჩავის და ლიმონადი ვიცი რაც აი აქ რაც ხდება კიდე ეს ჯერ არ ვიცი რა თქმა უნდა ერთად გავარკვევთ რა მე არც ესენი არ ვიცი ამიტომ ესენიც უნდა გამარკვევინო მოკლედ ეს არის შეხურება ახლა ამის შემდეგ კიდე იქნება მეგობრებო პიცები დესერტები და გაროშე რასაც გავუქაჩავთო ყველაფერი იქნება რა უფრო და უფრო მომწონს
მე ხა ისე ვივარჯიშეთ რომ მე ჩემი აზრით დამსახურებულია ეს ყველა. თან მთლიანი ტანი ვავაჯიშეთ რა, ანუ გვეკუთვნის დარღვევა. ჩიტმილი. ჩაჯდომების გავაკეთეთ. მოდი ლაზანია გავჭრათ. ლაზანი დავწყოთ? მე დავიწყოთ მაგალითად. ცოტა არასწორად გავჭერდი. აუში. მოდი შენ დიდი გადაიღე, იმიტომ რომ ამის შემდგომ. კარგი. დავიწყოთ ლაზანიით. მე ესეთი ლაქშერული საჭმელი არ მაქვს. გდანელი. მარტივად. მე მარტო გდანი შაურმა. შაურმავისი და კიდე პიცა ისეთი რა. ნო, კარდონის. მადლობა. აუ მაგარი. ლაზანიას მე ვაკეთებდი რომ მუშაობდი სხვათა შორის. საკმაოდ შრომატევადი არის. აქ არ ვიცი ხა აშკარად შეცვლილი და კიდევ უფრო გადამრიელებულია რასაც უყურებ. მაგრამ ძირითადი ბაზა რაც არის ბოლონეზეს ფარში, არის ბეშამელის соуსი, საბაზისო соуსი. ეს ფირფიტები აქ მზადდება, ეს არა გაყინული ცომი, აქვე იზილება და აქვე იხარშება. არის გრანა ყველი და არის რაღა დარჩა. ნუ პრინციპში ეგ არის. მაგრამ საკმაოდ შრომატევადია, იმიტომ რომ საკუთარ ყავზე გამოცემა, რა. აი, კრებზე რო ვიყავ. უყურებდი ხოლმე სულ ვიდეოებს და ლაზანიას ვაკეთებდნენ და რაღაც. ბიჭო, ან წლები მინა, კარფრიდი ხო იცი? ხო. კარფრიდიდან მოყოლებული მუღამი მაქვს, რომ გავსენჯო რა. თავი ვერ მოვა. აი, ხა იმენა 60-ში ვარ. რასით რო თავა ბატონო ვარ, მე მგონი რომ მე ძალიან მოვწონს. ეს არის მოცარელა, თუ არ ვწევი ბალზამიკოს ის სასეა, соуსი და ნუ პომიდორი. ეს ბოჭკო ხო გჭირდება ახლა ათვისებაში. აუცილებლად, მოიცა მეც ახლა შემოგიერთებ. აი თუ შეიძლება რა შემოვიდა სტუდიაში. ეს არის გიგის სოდეროს. ეს არის ჩორიძო კრემკველი. და ძალიან ბევრი საყვარელი პიცა იყო და ცოტა ხანი გადავდეთ, მაგრამ ჯერ ეს ამას მივხედო. არა, ეს მალე უნდა ვჭამოთ, იმიტომ რომ ცხელი არის რაც არის რა. კარგი. ლაზანიას დავამთავრებ ახლა. აი, გამერწმუნე რომ რა მგონი ერთხელ მაქვს, ერთი პიცა მაქვს ნაჭამი მარტო გლანში. ამაზე კარგი არ გიქნება ყოველთვის ნაჭამი. ბიჭი სამებარი. გამორიცხულად მიმაჩნია. ეს დავაფიქსირო თუ შეიძლება. ყველი გადმომივარ. ვაიმე. აი იმ კრემ ხოლმე მივედი და რა მიქნა იცი? ამ პიცის მუღამი რა არის ზოგადად? ეს პიცა ცხება შეშაზე. დაახლოებით 400 გრადუსზე და გამოცხებას უნდა მაქსიმუმ წუთნახევარი. მაგიტო არის ეს ოდნავ მობრაწული გვერდები, ეს არის ზოგადად ნეაპოლიტანური პიცის ნიშა, ასე რომ ვთქვათ რა. და სხვა გემოს აძლევს შეშა უფრო ესეთი. ვაფშე სხვა. ეს არის პიცა რეალურად.
აქამდე არ მქონდა ნაჭამი წესი პიცა. ეს ინგლისური კუჭები ვით არის ხოლმე როგორც წესი ტოვებენ. ხო. ტოვებენ. კარბებია რა, ხოხლები. მოდი აქ. დაახლოებით აქ ამიჭამი ალბათ 1 წელია დაახლოებით რა. ძალიან კარგი არის. უკეთესი არის ზოგადად. ყველა ობიექტის პრობლემა ძირითად შემთხვევაში არის ის, რომ რაღაც დროის მერე უკვე ხარისხი და თამასა ვარდება. აფუჭებენ ხოლმე. ხო. და პირიქით ახლა აქ მე შიდა სამზარეულო მით უმეტეს ვიცი როგორი დამოკიდებულებით მუშაობენ და რეალურად ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ კიდევ უფრო უკეთეს და უკეთესი გახადონ პროდუქცია და რეალურად ნამდვილად ფაქტის სახეზეა.